აუ ის ქალი სანდადგან ახლა როჟა გამოდი ქალო აქეთ გადი ქალო იქი გადი ეს და ვიმოგზაურებ ვიეტნამში როგორც პატარა ტარზანი ყოველგვარი ფულის და ტანსაცმლის გარეშე როგორც ხედავთ და ნახოთ გადმომხედავს თუ არა ღმერთი აბა წავედ გადაცვალე ღევანდელ ვიდეოში უნდა შევძლო შეუძლებელი და კომუნისტურ ვიეტნამში 24 საათის მანძილზე უნდა გადავრჩენ 0 ლარი ანუ არაფრიდან სხვა ადამიანების დახმარებით უნდა ვიშოვოთ ტანსაცმელი, საკვები და დასარჩენი და რაც მთავარია, საკუთარ თავს უნდა აუხდინო ბავშვობის ოცნებაც და იმდენი უნდა ვქნა რომ სერფინგზე სრიალის სწავლისთვის თანხად შევაგროვო ასე რომ მოდი ვნახოთ რამდენად გამოსვლადია 0 ლარით ვიეტნამში მოგზაურობა მე ვარ ბიჭო ბიძია აჩიკო პატარა ტარზანი და იმახსოვრეთ მე ვარ სუმბული ჯეზურიკო პატარა სტალინი გმადლობ ყურადღებისათვის აი მე ხალხო ძალიან მწვენია აი გიგის დოებს რო უყურებდი იქაც კი მწვენოდა თვითონ ვიდეოში აქედან ეკრანა რო უყურებდი და ეხლა რო ესე დავდივარ აქ ძალიან მწვენე და ძალიან ცხელა ვეღარ უშევ ბავშვობაში უშევდი ხოლმე დამხჩვარი ყარყატის ხმად ეხლა ვეღარ ვაკეთებ აღარ გამოდის დავბერდი რო არ მოგატყუო ძალიან მწვევა მაგიტო ვაკეთებ რომ გადავლახო ეს ამბავი არო ვიღაცა თორე და მივიდე თან შიშველი რაღაცები უნდა ვთხოვო არასწორებს თქვენ თავს მისაუბრ არასწორებს არ ვიცი თქვენც ეხა მაგრამ რაც პარიზის დისნეილენდში ვიკადრე ყველაზე ცუდი ის აი რომ ცოტნეს ეხა ხომ მიღებს და ძალიან ცუდად გზობს თავს დარწმუნებული ვარ რომ მიღებს და მე დავიბარ მაშინ მარტო მაინც არ ვიყავი გადამღები მიღებ და მაინც ცოტნე მაინც მიღებ და მაშინ ანუ არ დაგიმალავს გუში ბევრი ფულის შოვნის გზა ნახე YouTube-ში როგორ შეიძლება რომ გააკეთო რა. ვიცი ფულის შოვნის რა გზას მოგივიდა თავში პირველ. მაგრამ ჩვენ მაგ ხერხს ავიმართვას არ ვამბობთ. თანაც ეგ ბაზარი აზიურ ქვეყნებში ზედმეტად კონკურენტულია. ასე რომ ჩვენს არსენალში 3 ძირითადი ხერხია. პირველი გამოიცანი ჩემი ეროვნება, მეორე ფრიჰაგები, მაგრამ ფასიანი ფრიჰაგები და მესამე ჩემი ყარყატ ბულბულის ხმა და გიტარის სინთეზი თუ ეს უკანასკნელი სადმე ვიშო. ასე რომ მოდი აგიხსნათ ფულის შოვნის პირველი ხერხის წესები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას. ისეთებშიც კი, როგორიც ეს ულამაზესი ქალაქი დანანგი. და რადგან მეგობრებო სამყარო არის ბალანსი, მე ესე მგონია, რაღაცა გასცე და შეცავაზო ადამიანს რაღაცა რომ მიიღო. ამიტომ ესეთ რაღაც გადავწყვიტე რომ აქ არის ძალიან ბევრი უცხოელი და ესეთი თამაში მოვიფიქრე რომელიც გაკეთებული მაქვს ბრატისლავაში ჩემს მეგობრებთან ერთად რომ თუ ჩემს ეროვნებას გამოიცნობენ მაგ შემთხვევაში მე მათ ვაჩუქებ მაქვს ეს იუგრინის power bank-ი რა იმედია ვერ გამოიცნობენ და არავის არ გამოუწვნია არასდროს რომ ქართველი ვარ არსად ხო და სხვა და ვეთქვი რომ ნებისმიერ რამე შეუძლიათ რომ მომცენ სანაცვლოდ თუ ვერ გამოიცნობენ და ვნახოთ გაამართლებს თუ არა წავედით დავეცეთ ვინმეს hello can I ask you something Hello girls, how are you? So I'm making a YouTube video where I don't have any money for 24 hours. If you get my nationality, where I'm from, I'm gonna give you this one. This is a power bank, really good one. But if you don't, you should give me anything you want, like anything. You should do it with my accent and with my appearance. Yeah, you have 2 attempts because you were 2 together. Yeah. No, it's like you have 1 attempt. I have only this one. You know, if you win right now, then I'm done. You don't need it. You always need more power banks. You know, like when you travel, especially, it's so good to have more. I think Portugal. You think it's Portugal, so she thinks I'm from Portugal, and you? Lebanon. You are closer, to be honest. Really? Yeah, you are closer. I'm your neighbor from Turkey. My neighbor? Yeah, from Syria? Turkey. No, come on, it's easy. So bad. Georgia. Yes, Georgia. Yeah. Okay, something like you have an euro. Wow! Lighter. Oh, the lighter. Lighter. I love Something lighter. you asked So thank you for the game. Hey, you're welcome. Now I have 1 euro and lighter. Why? გამომივიდა ხალხო. და წავედით ახლა ახალ ხალხთან იქნება რამე ვქნათ. ანუ ეს ნახეთ რამ ხელაა. ჩემ თავზე დიდია. ეს ზღვაში ნახოთ. რა მე არ მინდა რომ ნახო და ეს ნახეთ საერთოდ ზღვის ტარაკანა. ანუ რატო გადავწყვიტეთ რომ ზღვის ტარაკანა დავჭამოთ ადამიანებმა? ისე ტარაკნებს ხო ამჭამთ და აი ამას რატო ვჭამთ? რამე უკეთესია ეს? ამხელა ეს ზღვაში დავინახო ალბათ გული გამისτερები ასე ისე.
ავე წავიდე ფული ვიშო. მოვა მე ამათ დავაგემოვნებ. ამ ვიდეოში მე მინდა დავამტკიცო არაპოპულარული აზრი, რომ მოგზაურობა ცოტა ფულით უფრო ასწორებს, ვიდრე ძალიან დიდრულად. არა, ისი ბევრი ფული როგორ ეს პრობლემა კი არ არის, გასო. მე რავი, ძალიან გამიხარდება თუ ვინმე დამასპონსორებს. მე მგონი დროა, რომ დამასპონსოროს Old Market-ის გარდა, ვინმე Old Market-ს კიდე დიდი მადლობა ჩემგან, ჩემი უსაყვარლესი ხალხი არიან. ეგენი რო არ იყო, გამეშველებოდა, მაგრამ მოდით სპონსორებო, რა ვიცი, არ მეწყინება. რაც აუცილებლად და გითხრათ, ძალიან რთულია ამის კეთება, რაცა უნდა ფან ჩანდეს მაქიდან. კიდე უფრო ხვდები ახლა ეს შიშმეტავდი ვარ გაეთრო. ძალიან რთულია და გამოიწერეთ ხო ძალიან ჩემი არხი. დალაიქეთ ეს ვიდეო, ისე თქვა, სუმა ვიწყება და მე მგონი თქვენ შეიძლება გავიწყებათ ხოლმე. და ძალიან დამეხმარებით, მაგით დიდ мотивაციას მოსცემთ, რომ გავაგრძელო YouTube-ის კეთება რა. Hello guys. How are you? Yeah, Where are you from? England. From England. Yeah, London. Okay. Where are you from? That's the question where I'm from. It's something French, but I don't know. You think I'm French? Something. Okay. Feeling South America, maybe. Where? South America is so huge. I'm feeling. Let me get He's smiling. He's not from there. French Guyana. French Guyana. Is he filming us? Of course I do. This is a YouTube channel. I thought. Is it Portugal? She's incorrect. England. Greek. No, it's not Greek, but it could be Greek, yeah. Where are you from? It's Georgia. Georgia. Yeah, Oh, really? yeah. Really? I'm at Gadari. Where? Gudauri. You've been there? No, I want to go. I Oh, want you to go should. skiing. I want to go skiing. Yeah, in you should. Gadari. You have anything for me? Or your okay, time. thanks for the game. ესა ხალხო. ეს კოლონიალისტი ხალხი არ ვარგა, რა გავაკეთოთ? დავტოვეს. ტყუილად მაწვალეს ამდენი ხანი. ეს არის უნამუსობა, გაიგე? არა წყალი მინდა რა. აი წყლის ფული მაინც რომ მქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა, ამიტომ I have this one. Can I exchange it to water because I'm so thirsty? Wow, გამომივიდა მე მგონი. Wow, great. Yeah. Thank you so much. Really appreciate it. Why me რა მაგარია ხალხო? ანუ რა თქმა უნდა და საკაია. ნუ ვერაფერი ვერ შევე ჯერ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის პატარა სანტებელობას გაუცვალე ამაში მას დავლია. ეს ხმა როგორ მიყვარს? აი მე რა კარგია ხმერთა. თქვენ გაგიმართოთ ქართველებო, რამე გამოვა. რამე გამომვა. რაღაცეები კი გამომდიოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ფულს ვერ ვშოულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქართულ ფესვებს ვერავინ იცნობდა. ხო, მართლა ვიდეოს განმავლობაში დავთვალოთ ყველაზე ხშირად რომელი ქვეყნიდან ვეგონები ადამიანებს და კომენტარებში დამეწერეთ თქვენ რომელი ქვეყნიდან გეგონებოდით. რომ არ იცოდეთ, რომ ქართველი ვარ. Hey guys, how are you? From Spain? France. I'm without any money and any t-shirts. And I'm trying to get something from people. How many guesses? Two, you are two persons, like. Okay. Can you remove your hat? Yes, of course. Now it's better? It's easier right now? How old are you? Me? I'm 28. Yeah. Okay, the first guess is Lebanon. Lebanon and the second? I say Cuba. Cuba. You are from France. You watch football? Yeah. You support PSG or not? Yeah. Yeah. Georgian. Yeah. It's which Georgia, okay. We just eat King Kali. Oh really? We eat King Kali. You eat khinkal today? Very good. No? Anything you want to? You want to Oh, the money. I love money. 150,000 მომცა, ანუ 150,000 არის 15 ლარი დაახლოებით. ეხლა რა ვქნა 150 ვიყიდო. მაიკა, თუ მაიკა დავიკიდო, ვამში რა მინდა და მოდი სიძულს შევინახავ. ნახოთ კიდე გავაკეთებ თუ არა. მოდი ჯერ შევინახოთ ეს ფული. Hey bro, my name is Achi. Are you from Israel? From Israel. I can be from Israel. I'm not from Israel. No. I have small amount of money. Oh yeah, that's really helpful. Thank you so much. Thank you so much. იდა მე მაგას მეგობრებო ფული 10,000 ნუ 1 ლარია. მაგრამ არაფერს ჯობია. 1 ლარი და რაც თავარია მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ჩემ მეგობარ All Markets, რომ მაქვს აი ეს უსაყვარლესი Ugri's power bank. კიდევ საერთოდ მადლობა რომ ჩემ გვერდით არის. ერთ-ერთი კომპანია არის ამ დროის განმავლობაში, რომელიც ჩემ გვერდით არის და ძალიან დასაფასებელია ეგ ამბავი, რომ ადრეულად შემნიშნეს და ძალიან დიდი მადლობა მართლა მაგით. ამის მერე კიდევ ბევრ ადამიანთან მივედი, თუმცა არაფერი გამომდიოდა. არა ძმაო, გამომაჯვები ეს მეწყინა. არ ლამაზე გოიყო. ქუჩაზეც გადმოვედი, რომ აქ მეცადა ბედი, თუმცა აქ ჩელენჯი კიდევ უფრო გამირთულდა. სანამ შემთხვევით ეს ადგილობრივი ბიჭი არ გავიცანი. I'm making a YouTube video. Can I ask you something? აქ კი სტანდარტულად თამაშის წესები გაუზიარე თუ დამთავრდებოდა და მისგან ძალიან მოულოდნელი პასუხიც მივიღე. Did you win?
I'm gonna buy you a lunch. A lunch. Yeah, a lunch. Perfect. Yeah, okay. It's really hard to guess. Where are you from, by the way? Yeah, I'm from here. Oh, you're Vietnamese. I'm Okay. Vietnamese. Yeah. I'm Okay. Vietnamese. Argentina. Argentina. Yeah. No, it's not Argentina. Okay. So how many chance I have? Only one. Basically one, but you can do it like one more time. You should be a French. French. Yeah. Okay, let's go for lunch. My country is Georgia. It's like half Europe, half Asia. Sorry about that, but actually I never ever heard about your country before. Yeah, really? Yeah, this is the first time that You don't even know that this exists. Yeah, I don't even know that exists. Yeah. Yeah, at least you know that we are existing. Yeah. Thank you for that. So let's go for lunch. Okay? Oh, let's go. Yeah, let's go. So like ეს ეხა არის 28 წლის. I'm just saying that you are 28. და მეც ვარ 28 წლის. ანუ რა ეხეს 28 წლის. Yeah, because you look like much more younger. თუმცა რესტორანში შესვლისას ერთი პრობლემა შემიქმნა. მაისურის გარეშე იქ დაждობა არ შეიძლებოდა, რადგან ვიეტნამი მაინც კომუნისტურ სახელმწიფოდ რჩება. ასე რომ, ჩემი შეგროვებული ფულით მაისურის ყიდვა მიწევდა. So like they did not let us to go in the restaurants, so we have to buy a t-shirt. Hey, I can buy you a t-shirt. No. No, I just want to show you this is the way the Vietnamese people treat traveler. No, all the Vietnamese are kind. Kind. Yeah, kind. Yeah, I can buy you a t-shirt. That's not a big deal. აუ რა ჯიგარია? For this, I can buy you this. The Vietnamese. რა ჯიგარია? ბიჭო, ანუ მაიკასაც ყიდულობს. Are you sure? Oh, absolutely, 100%. 1000%. Okay. Do you think it will be good on me? The Vietnam t-shirts? Absolutely. ნახეთ ხალხო როგორ მიხდება. Do you think it's good for me? Yeah. We are. ნახდი ვიეტნამელი. Do you like it? Yes. Yeah, is it good on me? ანუ ეს რა ჯიგარია ის ტიპი სადუნა. აი რა ადამიანები რო კეთილები არიან ხო ყოველ წუთში წმუნდებით ბაგაში რა. So, იმენა ვიეტნამელ, ნახეთ რა მაგარია ეს ვიეტნამესისა მაქვს. ზვეზდოჩკა. ეს მაიკა გიდა მეგობრებო, სადღაც 20 ლარი დაახლოებით ამათ ფულზე რა. ჩემი მათემატიკას თუ დავუჯერებთ ეგრე არის რა. უკვე თავდაჯერებული კი საჭმლის საჭმელადაც წავედი, სადაც ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. მაიკა მხატავს. Wow. Oh my god, this is so cheap. Yeah, look. Სუპი is $1. So it's like a $1. Yeah, only few dollars. ანუ $1 ის სუპი, რასმის ანუ წარმოუდგენელი ქვეყანა არის. I think I will do, this is traditional. This is like really traditional, right? It's Vietnam. I think it's the most popular. ტიპი რა კეთილია, ბიჭო, რა ჯერ მაისური ხომ ეკიდა. ეხა ხო ამას დამატიჟა. ანუ რავი, ვიეტნამელი ხალხი ყოფილა ზმაო კეთილი. კიდე ანუ ყველა ვიდეოში ვწმუნდები, მაგრამ ეხა კიდე უფრო დავწმუნდი. ანუ ნახეთ. 3 ლარი უნდა გადავიღო, მე ტელეფონთან გადავიღო რომ განახოთ, სიგიჟია. ანუ ზომა ნახეთ, რამხელა 3 ლარად ხალხო საქართველოში, რავი, ნაყინს ვერ იყიდე და ეს მისავარ და აქ ანუ ამხელა სუპი მოვიდა, ანუ სიგიჟია просто. This is so good. ძალიან კაია. აი, მართლა ძალიან კაია. აუ რა მაგრამშია და ჩემი და გადამარჩინა. This is you. Oh yeah. That's That's mine. okay, I just say hi. So because you're a traveler, when you come to Georgia, it's up to me. Okay? ხალხო, ჩამოდით ვიეტნამში. I just say that come here. Yeah. და გამოიწერე ჩემი არხი. იმიტომ რომ მე სულ ესეთ კარგ ხალხს ვხვდები ხოლმე ყველგან როგორც ეს კარგი ადამიანია. Yeah, we're waiting for you guys. Yeah, he's waiting for you. აკი დათნას დავემშვიდობე, რადგან კიდევ ორი დავალება მქონდა შესრულებელი, რომ ღამის გასათევი და ჩემი ბავშვობის ოცნების სერფინგის ფული შემეგროვებინა. თუმცა Facebook-ზე დავამეგობრით და იმედი მაქვს, რომ მერდღესაც ნამდვილად ვნახავ მას საქართველოში. რა ამბავია, იცი, ანუ ბევრი იმედგაცრუება შეხვდება თან ადამიანებში რა, ანუ ბევრი. როგორც მე შემხვდა, რავი, ბევრმა არც კი შემომხედა ზედ რა. მაგრამ მე გამოჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც მთელ დღეს აქცევს უკეთესად რა. ბავშვობაში სტუდენტი როცა ვიყავი, ქუჩაში ვუკრავდით ხოლმე და ჩემი მეგობრები და ფული გვეშოვდა. იმიტომ რომ პირველში ფული არ მქონდა, რა თქმა უნდა და სამსახურად გავიხადეთ ეგ ამბავი, იმიტომ რომ კარგი მუსიკოსები ვიყავით იმ დროისთვის, ესე რომ ვთქვათ რა. და პლუს იყო რომ ზუსტად ამ ასეთი ხალხის გამო ძალიან ბედნიერობდით ხოლმე რა. ანუ ბევრი იყო, ვინც ზედაც არ გვიყურებდა, მაგრამ იმ რამდენიმე ადამიანის გამო, რომელიც მოდიოდა და ანუ რავი, სიყვარულით გვიყიდა ფულს, რამდენიც იქნებოდა, ანუ მთელი დღე უკეთესი ხდებოდა ხოლმე რა ბავშვობაშიც რა. მოკლედ ეხა მაინც ფულის საშუალებელი მაქვს, იმიტომ რომ ეხა რაც მაქვს, ეგ ფული საკმარისი არის ან სახლისთვის, სახლის უნდა არ საკმარისი, ან სერფინგისთვის რა. სახლის ფული უნდა ვიშოვო, იმიტომ რომ სულ ქუჩაში გავათენო. ჩემი ბავშვობის ოცნება არის, რომ სერფინგზე დავდგე. მაგას არ გავმასდავ, შანსი არ არის რა, ანუ. მაგრამ ანუ მე იცი რაზე ვფიქრობ?
ანუ მეც რო მენახა ესეთ ადამიანი საქართველოში. მეც იგივეს ვიზამდი რა. ანუ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ბევრი თქვენგანიც იგივეს იზამდით და დაეხმარებოდით, როცა იცი რომ YouTube-ს იღებს, ან როცა იცი რომ უბრალოდ დახმარება ჭირდება და სტუმარია რა. ანუ ჩვენ გვაქვს ეგ ამბავი. აზიურია, ძალიან აზიურია დამჯერეთ და არანაირი ევროპული ამბავი მაგაში არ არის რა გავაკეთო. რომ სტუმრის დახმარება გვიყვარს. აქეთ გვიყვარს აზიაში და არა, მაგ ამბავში ძალიან აზიელები ვართ და არა ევროპელები და მე მგონია რომ საქართველოს ყველაზე მაგარი ამბავი არის ის რომ ორივე მხრიდან შეგვიძლია რომ კარგი რაღაცები წამოვიღოთ და არავინ საქართველოს არ გვართოს პირიქით ჩვენ განსაცვეთია რას აზიიდან წამოვიღებთ და რას ევროპიდან და ევროპას აქ ძალიან ბევრი კარგი რამე მაინც ეს გაგოდია ის წამოღება შეგვიძლია რომელიც წამოღებული გვაქვს და აზიასაც აქ ძალიან ბევრი კარგი რამე და მაქედან გამომდინარე არის საქართველოს ძალიან მაგარი ადგილი რომ ორივეგან ანუ ორივე მხრიდან შეუძლია რომ საუკეთესო რაღაცეები აკრიბოს და ეგენი აქციოს მის იდენტობა დრას საბოლოო ჯამში რა. ამიტომ ნუ ვიღაცები თუ გეტყვიან რომ ქართულობას ვიღაცები წაგართმევენ და შეგეშლება და არა ანუ 24 საუკუნეა დაახლოებით ვერ წაგვართვა ვერავინ ქართულობა და ვერც ახლა ვერ წაგვართვებს ვერავინ მაგ ნუ შეგეშლება. ორივე მხრიდან შეგვიძლია რომ საუკეთესო რაღაცეები ავკრიბოთ და ჩვენად ვაქციოთ. იმიტომ რომ ეგეთ ადგილას ვართ და ეგეთი ხალხი ვართ რა. ამის მერე კი გადავწყვიტე რომ ფული უკვე სხვა გზით მეშოვნა და ამისთვის ერთ-ერთ რენდომ სასტუმროში ფურცელი და პასტას ვთხოვე რეცეპშენს. Can you give me a like paper and pen to write something? Yeah. პასტა ფურცელი კი ვეშოვე ორ წამში. ოს დავწერო ეხა. რამდენი დავადო ეხა ჩემ ჩახუტებას? მე მგონი დებილი ვარ, მაგრამ თუ პატარაა თუ დიდი, ანუ აქეთ ესა დავტოვე. ჭკარად არის ხატვაში რომ ბავშვობაში სუსტი ვიყავი, აქაც მეტყობა რა. ჰა? გამოვა რა, მე მგონი ეს და გავაფერადო. ეს ნახეთ რა შემოქმედება დავხატე, ანუ იმან თუ არ გაამართლა მე იქნება ეს collecting money for surfing და იქნება ამან მაინც გაამართლოს რომ იქნება უკვე ემპათია ჩართოს მე ხალხმარ ვაი ესე ჩემი მოცემის ვაგროვებ ფულს ნახე გასაყვარლება ნახე განახატია შეხედე სუნი ჭერ ვიყავი მხატვრობაში ბავშვობიდან მოყოლებული აი წავედი გამაგრძელე ხული შოვნა მე როგორ მეძინება და ხო რას თავარია გამოიწერეთ რა ჩემი არხი ანუ რაც არ უნდა მარტივად და სახაესო ჩანდეს მაქიდან ძალიან რთულია მართლა ამის კეთება და ძალიან მჭირდება რომ სპონსორი მალე მყავდეს ამ არხზე, იმიტომ რომ ისე არაფერი არ გამოვა რა მომავალში და თქვენი გამოწერით, თქვენი დაკომენტარებით, თქვენი დალაიქებით ძალიან მეხმარებით მაგ მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში სპონსორას მომაქციოს ყურადღება რა. მადლობა. ნახეთ რა ლამაზი ნახატია მეგობრები. ამაზე ფული როგორ უნდა ჩამიყაროს მე ვერ ხვდები, მაგრამ მითხდება. დედას მისავარიბაზე ვერ რთულია ვიდრე მეგონა რა. მაგრამ თქვენ თუ მეტყვით კიდე გადავიღებ რა. წავედი. არა, ესე არ გამოდის. ვინმე ერთი ღვთისმიერი გამოჩნდეს ხო შეიძლება. I'm collecting money for surfing. Can you help me? No, არაო, ფეხებს დამიკიდეს. One of these days that I can't be alone. I'm collecting money for the surfing. Can you give me something for the hug? No? Like anything. I'm collecting money for surfing. Can you give me anything? Arao. Iseo arao. I'm collecting money for surfing for hug. Can you help me? Thank you. No. Bro. Something. No, bro, I'm not even joking. I'm not even joking. Something. I'm not even joking, Thank bro. you. I only got my apartment key. I can still give you a hug. Come. Okay, bro. Okay. I hope you bring money. Bring money. ჯიგარი იყო. მოგეონე საუკეთესო ჩახუტება. თბილისში თუ ნახეთ, ვინმე არ მოგერიდოთ, მოდით მითხარით, ბიძი აჩიკო ჩახუტება გვინდა შენზეო, მოვალ ჩაგეხუტებით, გენაცვალეთ ყველას. I'm collecting money for the surfing. Can you give me something, like anything? Sorry. For surfing. For you? Yeah. You will have my YouTube if you help me, yeah. Thank you so much. Go surf, my bro. Thank you so much. I really appreciate it. Thank you. აუ რა ჯიგარია, ბიჭო, ნახე. ანუ ეს 100, ეს 10. ანუ დამრჩა. ანუ არაფერი. 40-ას დავიშოვე დაახლოებით. კიდე და ეგ არის. ძალიან ჯიგარი იყო. რა ჯიგარია, ბიჭო, ძალიან გამისწორდა იმედა. ანუ ძალიან კაი შეგრძნებაა რა, რომ აი გეხმარება ადამიანები, ბრო. კაი, გავაგზელეთ ხარ ქართველებო. I'm collecting money for surfing for the hug. You can help me. Huh? Soon. Huh? Huh? Something. Ossa. ქართველო ხალხო, აჭარული რო ვიცეკო ლეზგინკა. Hey, I'm collecting money for the surfing, for the hug. Can you help me?
with something. Yeah. Jeez. I'll help you, buddy. Thank you so much. Hey, buddy, take care, buddy. Thank you so much. I really appreciate it. Thank you. რა кай ხალხია, ბიჭო. აგერ კიდე 20.000 მოვიდა. დამჭა კიდე 20.000. 21-ზე, ხო, კიდე 20.000 დამჭა. და ეგ არის. სერფინგის ფულიც მაქვს და დასაჩენის ფულიც მაქვს და ოცნებაც ახდენილია და სახლიც მექნება. ხო არ ხადაო, ანუ. კაი, მოიცა. ჯერ არ ავჭდე და ჯერ ყველაფერი წინა. ძეწნა მალეროსი თავოსო. I'm collecting money for surfing for the hug. Like anything. I'm collecting money for surfing for the hug. Can you give me something? Like anything? Yeah, like any amount of money. Needed a change, but Oh, okay. Thank you. Anyway, გიტარა მაინც გქონდეს, მაგის დავატოვე დაუკრავდი. სხვა დროს და წამოვიღო გიტარა, პატარა უკულელე წამოვიღო. ანუ ისედაც 7 კილოიანი ბარგით ვარ წამოსული და ამ 7 კილოდან 3 კილო ტექნიკაა ჩათვალეთ რა. Oh, thank you so much. Come on, I'm gonna give it a hug. Thank you so much. I really appreciate it. Thank you. აუ რა ჯიგარია, ბიჭო, ანუ წავიდა და მაინც მოვიდა. ანუ ზუსტად ნახეთ, კიდე 20.000, ზუსტად 150.000 მაქვს. ზუსტად და 150.000 ღირს სერფინგიც. რო ვისერფინგო. წავედ. არ ვიცი. რამდენად გამომდის ამ დროს სამოტივაციო რაღაცები თქვა, მაგრამ დაიჯერეთ რომ მართლა კარგი ადამიანები არსებობენ. ვიცი რომ ძალიან ბევრი ნეგატივს ვიღებთ დღესდღეობით საქართველოში, განსაკუთრებით ტრადიციული და სოციალური მედიისგან, მაგრამ საქართველოშიც მაგადაღებულის გავსე ვიდეო ავტოსტოპით რომ მოძრაობ 24 საათი და ყველა რომ ეხმარება, ყველგან დედამიწაზე არიან კარგი ადამიანები რა. რაც არ უნდა საპირისპიროს გვიმტკიცებდეს სოციალური მედია, ტრადიციული მედია. დამიჯერეთ რომ ადამიანები ძალიან დიდი ნაწილი ძალიან კეთილია, მთავარია რომ თქვენ სწორი ენერგია გაუშვათ მათკენ რა. კლდე ხა მოდი ჯერ სასწავლო დავჯავშოთ, ბარემ. მივიდეთ, გამოვიცვალოთ. და მე გადავიდეთ სერფინგზე რა. $5 ღირს. აი ხა ამას დაჯავშეთ და წამოწავედით და არა, მართლა მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდები რომ სერფინგზე დავდგე. მოვედი მეგობრებო, ჩემს $5-იან ჰოსტელში. აი ესეთია. ასეთი უკარგესი ოთახი არა და საწოლი გვაქვს, ეს შემოხვალ. წამოჯდები, შუქი იქნება მოწევი. სხვა არის. ას წამოუწევი აქ და დაიზე $5 ღირს, შვენი $5 გონია რომ იდეალურია. ჰოსტელიდან კი პირდაპირ სანაპიროსკენ გავიქეცი რომ ჩემი 28 წლის ოცნება ამეხტინა. მიხდება მზე რა, თქვენ თავს პიცა ვარ და პეტრიერიო. თან ჩემი მოპოვებული ფულით რო გავაკეთე ყველაფერი დღეს, მართლა ჩემით რომ ვიცვალე მთელი დღე და აი მთელი დღე რომ ამას ვცდილობდი რომ ეს ყველაფერი გავაკეთებია, კიდევ უფრო ტკბილია რა. How much for the lesson? Lesson is 1 million for 1 hour. ხო, ტრენერი საყვანა მილიონი დონგი ღირდა. მე კი მხოლოდ 150.000 მქონდა, რაც მხოლოდ სერფინგის დაფის იყო საკმარისი. ამიტომ გადაწყვეტე რომ სერფინგი ისევ YouTube-ის დახმარებით მესწავლა. მოკლედ მეგობრებო, რაც დავსერჩე, ჩემით, იმიტომ რომ მილიონი ღირდა და მაგდენი არ მაქვს, YouTube-ზე ვნახე, YouTube-ზე ყველაფერი უფასოდ გაშეგიძლიათ. ესე უნდა დაწვეო, ესე გვასწავლეს იქ. ხეხი უნდა გქონდეს უკანო რაც შეიძლებაო. ესე უნდა მოусვაო ხელებიო. ესეო. და მე აი ესე დგები ამ ფეხით და ამით სწორდები. აქ მაგრა გავაკეთე და იქ როგორ ვიზა სამოვნახოთ. ხო, რთულია გადმოგცეთ ემოციები, რაც ამ პროცესიდან მივიღე. ამაზე უფრო გაღიმებული და საკუთარი თავით აღტაცებული ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა. ისეთი გზნობა მქონდა თითქოს ბავშვობაში დავუბრუნდი და წრეში ბურსან ორდროშობანავს თამაშობდი. თავიდანაც არაფერი გამომდიოდა, მაგრამ ყველა დაცემით და წაქცევითაც კი ბედნიერი ვიყავი, რადგან ვიცოდი რომ იმას ვაკეთებდი, რაც იმ პატარა ბავშვს უყვარდა, რომელიც ჩემში ისე ცოცხალია და რომელიც ამ ყველაფრით აღფრთოვანებული იქნებოდა. ჩემთვის მოგზაურობა ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. ორივე უნივერსიტეტზე დიდი, სადაც დიპლომები ჩამახუტეს. აქ ხვდები ადამიანებს და მოვლენებს, რომლებიც გაიძულებენ გაიხსენოთ თუ ვინ ხარ რეალობაში. საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი კი ხშირად ამ ტალღებზე წაქცევას გავს, სადაც ნებისმიერი დაცემა იმაზე სწორია, ვიდრე არასწორ გზაზე გამართული ნაბიჯით სიარული. ერთ ესეთი თხოვნა მაქვს თქვენთან, რომ ყოველთვის მოვუსმინეთ იმ პატარა ბავშვს, რომელიც არის თქვენს გონებაში, იმიტომ რომ მოცემები, რომელიც პატარა ბავშვს ჰქონდა, არის ყველაზე ნამდვილი რა. რო ვიზრდებით, მე რაღაცები გვავიწყდება, იმიტომ რომ გარემო ეგეთია. რაღაც სხვა რაღაცებისგან გიბიძგებს საბოლოო ჯამში, რომელიც არ არის რა შენი პატარა მესოცნებები და დამჯერად ყველაზე ბედნიერი მაგდროს ხარ, როცა შენ პატარა თავს უსრულებ ოცნებებს რა. რამდენიმე წუთის წინ ნახე 60 პლუს ხალი, რომელიც ჩვენთან სწავლობდა აი ამ სერფინგს და ჩემზე უკეთ იდგა. და არასდარი გვიანი, მაგის თქმა მინდა, წადით და გარისკეთ რა. რადგან მაგაზე უფრო კარგად თავს ვერასდროს ვერ იგზავნებთ და თუ მაგას არ იზავთ, მთელი ცხოვრება იფიქრებთ იმას, ეგ რომ მექდა ცხოვრება როგორ იქნებოდაო რა.
აბა ჰეთ, მიყვარხართ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.